სოფო დილამშვიდობის სოფო პირველ რიგში აბა ბევრი საინტერესო გავაჟღეროთ. წარმოდგენილი არის დერმატოლოგიური ბრენდი ტოპი კრემი, რომლის ირგვლივაც ბუნებრივია ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ და სწორედ ამით მინდა დავიწყოთ, რას გვთავაზობს ის და რა არის ამ ბრენდის მთავარი მიზანი. ტოპი კრემი ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდია, მისი გამოცდილება უკვე 10 წლეულებს ითვლის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ბრენდი აწარმოებს ეფექტურ, უსაფრთხო და მაღალი ტოლერანტობის მქონე ფორმულებს. ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია მისი გამოყენება, როგორც კანის ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე კონკრეტული პრობლემატიკაზე გათვლილი ხაზებიც აქვს პირობითად, როგორც არის ატოპიური დერმატიტი, აკნე, მშრალი კანით შეგვიძლია პრობლემაში ჩავთვალოთ თუ ის განსაკუთრებულად შრება და მისი პროდუქტები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ყოველდღიური მოვლის საშუალებებად. ძალიან კარგი. თუმცა ძალიან ბევრი ბრენდი არსებობს ზოგადად, ხო, მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად კონკურენციაც დიდია. საინტერესოა ის სწორედ ტოპი კრემს რა გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან. ნამდვილად, როცა საფთიაქო სივრცეში ადამიანი შედის, უამრავი პროდუქცია და ბრენდი ხვდება და ხშირია მიიღო გადაწყვეტილება სწორად, რომელი ბრენდი იქნება შენი კანისთვის უკეთესი. ტოპი კრემის ფორმულები დატვირთულია ისეთი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, ჩვენ ვსაუბრობთ მშრალ კანზე. მშრალი კანი ძირითად შემთხვევაში ვიზუალურად ახასიათებს ანაქერცლები, დაბანი შემდგომ მოჭიმულობა და წისკვნის შეგრძნება, და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხშირად აკლია ტენიანობა და ბუნებრივი ცხიმი. ამიტომ როცა მშრალ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ პროდუქტები, რომლის ინგრედიენტებიც იქნება დატვირთული, მაგალითად გლიცერინით. გლიცერინი კანის ინტენსიურ დატენიანებას უწყობს ხელს და სიმშრალის პრევენციას აკეთებს და ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი კანის დამცველობითი ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. ასევე უნდა შეიცავდეს მაგალითად შარდავანაც. შარდავანაც ერთ-ერთი ძლიერი დამატენიანებელი ინგრედიენტია, რომელიც იდეალურია სიმშრალის დროს მისი გამოყენება. მოკლედ, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ მშრალ კანზე, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ხდება სწორედ დერმატოლოგიური პროდუქტების ჩართულობა. ხო, მშრალი კანით სოფო არის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც არის დიდ დისკომფორტთან დაკავშირებული და საკმაოდ შემაწუხებელი ხდება ხოლმე ადამიანებისთვის. მოდი, კიდევ უფრო სიღრმისეულად რომ ჩავშალოთ, რა არის მშრალი კანი და ზოგადად რა იწვევს ამ მდგომარეობას? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კანი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხილული ორგანოა, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია აკისრია ჩვენი შინაგანი ორგანოები დაიცვას, ესე რომ ვთქვათ, გარემო ფაქტორებისაგან. მშრალი კანი ერთი ადამიანს შეიძლება ქონდეს ფიზიოლოგიურად, ის განიცდის ტენისა და ცხიმიანობის ნაკლებობას და მეორე შეიძლება მექანიკურად, ანუ არასწორი მოვლის საშუალებებმაც ჩვენი ზედმეტი კანის გამოშრობა გამოიწვიოს. ახლა რა შეიძლება ნიშნავდეს არასწორი მოვლის საშუალება? მაგალითად ვიყენებდეთ დასაბამ პროდუქტებს, რომლის შემადგენლობაში შედის საპონი და საპონი კანის გამოშრობას უწყობს ხელს, ან ჩვენ კანს არ სჭირდებოდეს ზედმეტად აქტიური ინგრედიენტები, მაგალითად ხილის მჟავები და სალიცილის მჟავა, ამას ვიყენებდეთ აქტიურად და ამანაც გამოიწვიოს კანის გამოშრობა. როდესაც კანის სიმშრალეზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ დასაბან და დამატენიანებელ საშუალებას და ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო, კანის პრობლემატიკის დროს დერმატოლოგიური ბრენდების გამოყენების უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერი პრობლემა გვარდება უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და მომხმარებელი და ადამიანისთვის ეს შედეგი უფრო მოკლე დროში ხდება და მეტად ხილულია. სოფო, თქვენც აღნიშნეთ, რომ კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო გახლავთ და შესაბამისად ყველაზე მეტი ყურადღებაც ერთ-ერთი უნდა დაუთმოთ სწორედ მას და თან ნებისმიერ ასაკში. აი, ასაკია საინტერესო, რა ასაკიდან არის რეკომენდებული უკვე ტოპი კრემის გამოყენება? ტოპი კრემს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და ავერს საფთიაქო ქსელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ასაკობრივი ზღვარი აქვს, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა ასაკის მიხედვით დაყოფილი. ულტრადამატენიანებელი ხაზი და მშრალი კანის მოვლა გამოიყენება ახალშობილობიდან, ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორც არის მაგალითად აკნე, ეს უკვე ასაკის შესაბამისად თინეიჯერობიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტოპი კრემის ბრენდი არის ერთ-ერთი ნომერ პირველი არჩევანი პედიატრებისა და მშობლებისთვის, როცა საქმე მაგალითად ჩვილი ბავშვის კანის მოვლას ეხება. ჩვენს ოჯახშიც ასე მოხდა. სოფო, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ დერმატოლოგიურ პრობლემებზე, ხშირ შემთხვევაში ვიცით, რომ რუტინას, დისციპლინას, აი ამ დამოკიდებულებას აქვს ძალიან დიდი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო, აი როგორ უნდა მოუვაროთ მშრალ კანს ამჯერად უკვე ყოველდღიურ რეჟიმში?
ყოველდღიურ რეჟიმში მშრალ კანს და ზოგადად ნებისმიერი ტიპის კანს არ სჭირდება მრავალსაფეხურიანი რუტინა. მნიშვნელოვანია 3 სწორად შერჩეული პროდუქტის გამოყენება. ერთი არის დასაბანი, მეორე დამატენიანებელი და მზისგან დამცავი. დასაბანის სწორად შერჩევას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა და უმჯობესია იგივე ტოპიკრემის ბრენდშიც. შევარჩიოთ დასაბანი, რომელიც არ შეიცავს საპონს. ტოპიკრემის დასაბანები დატვირთულია გლიცერინით, კანის ინტენსიურ დატენიანებას უწყობს ხელს და ასევე საპნის ნაცვლად შემადგენლობაში აქვს ნაზი გამწმენდი აგენტები, რომელიც გამოშრობის და ბარიერის დაზიანების გარეშე ასუფთავებს კანს. მეორე საფეხური არის უკვე ინტენსიური დამატენიანებელი და მკვებავის საშუალებები, დატვირთულია შარდოვანად, გლიცერინით, ასევე თუ განსაკუთრებულად გამომშრალია კანი, ომეგა-ცხიმოვანი მჟავებით, რაც ლიპიდების შევსებას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენი კანი მუდმივად დაცული იყოს მზის გამოსხივებისაგან, ასევე სხვადასხვა ტიპის ნათებისგან, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ყველგან გვხვდება, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. კი ბატონო და აი გამწმენდი საშუალებებიც ახსენეთ თქვენ და აი კონკრეტულად მშრალი კანისთვის რა ტიპის გამწმენდი საშუალებებია რეკომენდებული ესეც რომ უთხრათ ჩვენს და კონკრეტულად მშრალი ტიპის კანისთვის სტუდიაში წარმოდგენილი გვაქვს დასაბანი გელები, რომელიც მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა, მშრალი და მგრძნობიარე ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი და ასევე ზეთოვანი დასაბანები აქვს კიდევ, რაც მაგალითად კანის კიდევ უფრო მეტ დატენიანებას და დარბილებას უწყობს ხელს. და სოფო ხშირ შემთხვევაში ვიცით რომ ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხს ყოველთვის განსაზღვრავს ხოლმე კონკრეტული ინგრედიენტი ან თუნდაც ინგრედიენტთა ნაჯერი. რას უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევაში ყურადღება იმისთვის რომ თქვათ ის შედეგები მივიღოთ და ის პრობლემები გადავჭრათ, რაზეც ახლობს აუბრობთ. ჩვენ როდესაც მშრალ კანზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტების შემადგენლობაში არ ქონდეს მაგალითად მჟავები, არ შეიცავდეს ასევე პარაბენს, ფორმულები იყოს ჰიპოალერგიული და განკუთვნილი იყოს მგრძნობიარე ტიპის კანისთვის და განსაკუთრებულად აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დასაბანის საშუალება არ უნდა შეიცავდეს საპონს, რადგან როგორ ეფექტურ დამატენიანებელ საწყსაც არ უნდა ვიყენებდეთ, თუ დასაბანი არის უხეში, აგრესიული საპნით დატვირთული, ფაქტიურად კრემის მოქმედება ამ დროს ნახევრდება და ისეთი ეფექტური აღარ არის ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ უკვე ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის თუ როგორ უნდა მოუაროს და გაუფრთხილდეს თავის ყველაზე დიდ ორგანოს, კანს, მით უმეტეს, როდესაც ისეთ პრობლემაზეა საუბარი, რაც შეეხება ეს უკვე მშრალ კანს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი წახმარება. სოფო, მადლობა, წარმატებები, როგორც ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ და ამომწყურავად ვიღებთ ხოლმე ინფორმაციას თქვენგან და წარმატებები ავალს.